შუადღემშვიდობის ქალბატონებო და ბატონებო. გამარჯობა. მოგესალმებით. ისევე როგორც ჩვენი წინა ეთერები, დღესაც ალბათ ვერ გამოვაკრდებით ხო იმ მოვლენებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება და სულ ცოტა ხნის წინ ძალიან საინტერესო ამბის მომსწრენი გავხდით. ძალიან არ შემიძლია რო არ თქვა ეს ამბავი, იმიტომ რომ ისეთი კადრი ვნახე რა ალბათ რა ვიცი ჩემს მეხსიერებაში ეს ძალიან დიდი ხანი დარჩება. რა კადრს გულისხმობ მაინც? რა კადრს გულისხმობ და ეს ორად იყო ეკრანი გაყოფილი, ერთ მხარეს რაღაცნაირი ფერადი, ლაღი, ლეგიტიმური, ხალხით სავსე ადგილი, ადამიანები, მოქალაქეებით, ვის გვერდითაც უნდა იდგეს რეალურად ხელისუფლება და სადაც უნდა იდგეს სიმართლეს, კანონის და ასე შემდეგ და მეორე ფანჯარაში კომპარტიის სხდომა ვნახე. აი, არც მეტი, არც ნაკლები, მართლა კომპარტიის სხდომა იყო ერთნაირ ბიჯაკებში გამოწყობილი. უნისონში ტაშის ყრით. ხო, მე მახსოვს, არ ვარ პატარა და ძალიან კარგად მახსოვს 21 სესიას კომპარტიის სხდომაც თუ რაღაცა, აი იყრიბობა ხო და მართლა ეგ იყო. მე შეიძლება არ მახსოვს, მაგრამ ზუსტად მივხვდი რა სული იდგა მაშინ. ხო, კორეა სპეციალურად არ ვამბობ ჩრდილოეთ კორეას, იმიტომ რომ ჩრდილოეთ კორეას და შორს არის ჩვენგან და საბჭოთა კავშირი კარგად გვახსოვს, ყველაზე მართლა ეს იყო და არ ვიცი, ჯერ პირველ რიგში ჩემი გულწრფელი და ჩვენი და ძალიან უამრავი ადამიანის მხარდაჭერა ჩვენს ლეგიტიმურ პრეზიდენტს კი ამობენ ზოგადად გვარები არ ვიცი მართლა რაღაც ის კაცი რო არის პარლამენტის თავმჯდომარე? არც მე არ ვიცი, მარიამის შემთხვევაში. რომელიღაცა რა, გამოვიდა და ხალხის არჩეული პრეზიდენტია. ანუ თუ ხალხის არჩეული პრეზიდენტი ქვია, ხო ხალხმა უნდა აირჩიოს ვიღაცას და ვიღაცას შორის, ხო მართალია? ეგ არ მომხდარა და ხალხის არჩეული პრეზიდენტი მე ვნახე დღეს ხალხთან. კი, ნამდვილად. აქვე აუცილებლად მინდა რომ გუშინდელ ჯაჭვს შევეხო, რომელიც იყო შთამბეჭდავი. ხო, თუ შეიძლება სანამ ანა წაგართმევ სიტყვას, სანამ ჯაჭვზე იწყე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი მინდა გავნიკას თემა მინდა რომ გავაგრძელო ამ შემთხვევაში. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აღსანიშნავია ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, რომ არც ერთი ინაუგურაცია, არც ერთი პრეზიდენტის დახურულ სივრცეში, დახურულ დარბაზში არ ჩატარებულა. იცი რა, მაგრამ ერთი ინაუგურაცია მე მგონი, თუ არ ვწდები ჩემს პროდიუსერებს მინდა ვკითხო, თუ არ ვწდები, მე ჩემს ხსიერებას მაინდა მაინც ნუენდობით, მაგრამ მე მგონი ზვიად გამსახურდი ეს ინაუგურაცია იყო პარლამენტში, მაგრამ ინაუგურაციის შემდეგ ხალხში გამოვიდა, ხო? კი ბატონო. ანუ პრეზიდენტი იყო ხალხთან, ხო? ეს დამოუკიდებლობის აღდგენს. კი ბატონო, ხელი ვიღაცამ შეიძლება დაიხმიოს ეს და მაინც. ეს ასე იყო ნამდვილად, თუმცა ჩემს მეხსიერებაში და მე მგონი დანას მეხსიერებაშიც არ არის მსგავსი რამ, არ ფიქსირდება ნამდვილად, იმიტომ რომ ყველა ინაუგურაცია ტარდება გარეთ, ცერემონიალი, რომელიც ძალიან კარგად ვიცი, არაერთხელ გვაქვს ნანახი ხალხთან ერთად, ხალხისთან დასწრებით და ესეც იყო ჩემთვის ისეთი მნიშვნელოვანი დეტალი არის მე მგონი და არასასიამოვნო რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პრეზიდენტის არჩევა უნდა იყოს სულ სხვანაირი და სხვა განწყობას უნდა იწვევდეს ადამიანებში და ანუ ბოდიში რომ გადაწყვეტიდნენ რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემას შეეხე, რაც გუშინდელ ჯაჭვს. ძალიან სწორი ხარ და რა თქმა უნდა აქვე მინდა დაგეთანხმო რომ კი ზუსტად აი ამ დეტალებით ჩანს ის დღევანდელობა რაც გვიდგას და აი ამ დეტალს მინდა კიდევ გავუსვა ხაზი გუშინდელ ჯაჭვს რაც შეეხება რომ ეს არ იყო ჯაჭვი უბრალოდ და ამაზე ვთანხმდებით ალბათ ყველა ეს იყო ერთიანობის შეგრძნება და ვინც იგვიდექით ყველას ერთნაირად გვიძგერდა გული და გამოძახილი იყო რაღაცა ამ თავისუფლების სიყვარულის ბედნიერების ნამდვილი საქართველოსი რასაც ამდენი ხანია და ამდენი წელია ველოდებით კი ესეთ სიმბოლური დატვირთვა ქონდა როგორც უკვე თქვი ამ ჯაჭვს რომ მთელ ქვეყანას ადამიანებმა ცოცხალი ჯაჭვით დაარტყეს არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ მსოფლიოს, იმიტომ რომ მსოფლიოს სამოც ქალაქიდან იყო კი აი ხედავთ თუმცა იყო რაღაცნაირი ფრაზები მოვისმინეთ რომ ჯაჭვი ვერ შედგაო მაგრამ რა ვიცი არ გავაფუჭოთ ამ რაღაცნაირი განწყობით მართალია და ჩვენ სტუმარს მივხედოთ ასე ვთქვა წარმოადგინოთ ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში რომ
ჩვენთან ერთად ხართ. ირაკლი აფაქიცია ჩვენთან სტუმრად, ცოტა გაგვიგრძელდა საუბარი და უკაცრად მოდის გიხდით. ძალიან გვეხარია რომ ჩვენთან ხართ. ბატონ ირაკლი, თქვენ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე საუბრობთ. მე მაყურებელს ვეტყვი რომ დრო აღარ წაგართვათ პრეზიდენტ ტრამპის სახელზე. ქართველი სამოქალაქო საზოგადოების წერილი პეტიცია მომზადდა, რომელიც ამერიკის ახლად არჩეულ პრეზიდენტს ინაუგურაციამდე გაუგზავნეს. ქართველი საზოგადოება ტრამპს მხარდაჭერას თხოვს, ასე ვთქვა და სხვათა შორის 1936 წელსაც იგივე მტერს ებრძოდა ქართველი ხალხი და მაშინაც დასავლეთს თხოვა დახმარება ხალხმა და ხევსურებმა წერილი გაუგზავნეს პრეზიდენტ ბუშს, თუმცა მაშინდელმა პეტიციამ ამერიკამდე 70 წლის შემდეგ ჩააღწია, მაგრამ ახლა 21 საუკუნის ტექნოლოგიებით ბევრად მალე მოხდება ეს ყველაფერი და ბევრად მალე მივაწვდენ ხმას დარწმუნებული ვარ და რა იცით ამ ფაქტის შესახებ, ვიცი რომ თქვენც ხართ ჩართული ამ პროცესში, ასე ვთქვათ. ანა, დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. პირველად ვარ თქვენთან და კეთილი იყოს ჩემთვის. ხო? ფერდობიერი, ხო. სანამ პეტიციაზე ვიტყოდი რამეს, მინდა დღევანდელ მოვლენებს შევეხო, შეიძლება. იცით, აი ძალიან ემოციური, ასე ვთქვათ, ემოციურ ამბავს ვუყურებდით ჩვენ ერთად დღეს და იცით, აი ვფიქრობდი ამაზე რა მოხდებოდა დღეს, როგორ იქნებოდა, როგორ ჩაივლიდა დღევანდელი დღე, ხო? და მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველანი ვართ საოცარი ისტორიული მოვლენის მომსწრე. ჩვენს თვალწინ ხდება ეს ყველაფერი, იბადება მესამე რესპუბლიკა ხალხმა. საქართველოს მესამე რესპუბლიკის შექმნის მომსწრეები ვართ ჩვენ და მისი მონაწილეები. მისი დაბადების მე ვიტყოდი, უფრო ჩაუღრმავდებოდი, ეს მესამე რესპუბლიკა არის აი პირველი რესპუბლიკის რეინკარნაცია ჩემის აზრით. აი იმ რესპუბლიკისა, რომელიც იყო რაღაც საოცრება, მაშინ სოფლიოში იყო საოცრება ხალხმა. სამწუხაროდ კომუნისტებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია გქონოდა ჩვენ იმ პერიოდზე, იმ სამწლიან პერიოდზე, რომელსაც მთელი მსოფლიო განაცვიფრა. ის რაც მაშინ საქართველოში მოხდა, ხო? ის რეფორმები, რაც ქართველებმა მაშინ და ქართულმა, ასე ვთქვათ, პარლამენტმა მაშინ გააკეთა, სოფლიო 10 და 15 წლის შემდეგ მიიღეს ევროპაში, წარმოიდგინეთ. და მაშინ სამწუხაროდ გერმანელებმა წააგეს მაშინ სოფლიო ომი, თორემ ჩვენი ასე ვთქვათ, მდგომარეობა ცოტა სხვანაირი იქნებოდა და მოხდა ის, რომ წითელი არმია შემოვიდა და შემოუძღვა მათ ქართველები, ხო? ბატონო, ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ თეორიებში რომ გაწყვეტინებს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოდ საუბრობს და ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, უბრალოდ ჩვენი საეთერო დრო რაღაცნაირად მინდა რომ ისე გამოვიყენოთ, რომ მაყურებელს მოუყვეთ. სწორედ ცოტა როგორც ხდება ძირითადად. ძალიან მნიშვნელოვანია მართლა ეს წერილი, ხო, მართალია. კარგით, მაშინ ორ სიტყვას დავამატებ და დავამატებ. და უბრალოდ მე მინდოდა რომ ამაზე მეთქვა ორი სიტყვა და სწორედ ის რომ დღეს არის ამ ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტი და დღეიდანაც ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება, ეს არის ძალიან სიმბოლური, რომ სწორედ სალომე ზურაბიშვილია ამ ქვეყნის პრეზიდენტი ამ დროს, ამ მესამე რესპუბლიკის დაბადების დროს. ხო, ამით შემოვიფარგლები და გავაგრძელებ ფრაზას, ხო, რაც შეეხება პეტიციას. ციდრა ტრამპის ეს პეტიცია არის მიმართული ტრამპის ადმინისტრაციისადმი, ხო, რომელიც 20 იანვრის შემდეგ უკვე ოფიციალურად შევა ქვეყნის მმართველობაში. დაიწყებს ქვეყნის მმართველობას, ხო? იცით რა შეა საქმე? ყველა მიცის უკვე მთელმა საქართველოს, რომ ეს ახალი ადმინისტრაცია უკვე მაქსიმალურად მხარს უჭერს ჩვენს ქვეყანას და გვერდში გვიდგანა. და ხედავთ უკვე რაც მოხდა, ხო? და რაც ხდება. და ძირითადი ეს ორპარტიული მხარდაჭერაა, მაგრამ ძალიან აქტიურები არიან სწორედ რესპუბლიკელები. ანუ მომავალი ტრამპის ადმინისტრაციის, ასე ვთქვათ, ხალხი ვინც იქნება, ხო? მაგრამ მე მაინც ჩვენ უფრო სწორედ მაინც მიგვაჩნია რომ როგორც იტყვიან
კარაქით არ გააფუჭებს საქმეს, ხო? მე მგონი კარგი იქნება თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, რომ მათ თეთრზე შავად ნახონ ჩვენი სურვილი, ჩვენი თხოვნა, რო გვერდში დაგვიდგენ, ისედაც გვიდგანან, მაგრამ ეს მაინც ალბათ ამას ექნება რაღაც თავის განსაკუთრებული ფასი, როცა პირდაპირ მიმართავთ ქართული საზოგადოება მათ, ხო? შეგიძლიათ ამ პეტიციას ასე ვთქვათ, იქ არის ქართული ტექსტიც, რუსული ტექსტიც, ბოდიში, რუსული რა შეიძლება, რუსებზე, ხო, მოკლედ ქართული ტექსტიც, ინგლისური ტექსტიც და არაფერი ისეთი, ანუ ის რაც ხდება ჩვენთან საქართველოში დღეს და რაც ხდებოდა ამ პერიოდის განმავლობაში, ეს არის ორი სიტყვით აღწერილი, რომ ამაში ჩვენ გვჭირდება ხარში დგომა მათი. და თუ შეიძლება ვიტყვი ერთ რაღაცას კიდევ, რომ საერთოდ დასავლეთის არა მარტო ამერიკის, განსაკუთრებული და ამერიკის, იმიტომ რომ ამერიკა არის უძლიერესი ქვეყანა, მაგრამ აი მინდა რა, აი თუ შეიძლება მიუხედავად დროის სიმცირისა, მაინც მინდა ვთქვა. რუკას რო დავხედოთ ხალხო, ხო? ნუ ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ამ გეოგრაფიაში თუ არა და კითხეთ ვიღაცას და აგიხსნით, ხო? სად ვართ, სად არის ეს პატარა ერთი ბეწო ქვეყანა და რა ხდება ჩვენს გარშემო, ხო? აქ უკვე რუსეთზეც კი აღარ არის ლაპარაკი რა თითქმის. კარგად რო შეხედოთ და ნახოთ რა ხდება რუკაზე, მიხვდებით რომ დასავლეთის ქოლგის გარეშე ამ ქვეყანას ერთი წამი არ უწერია სიცოცხლე. გამიგეთ? აი ჩვენი ბუნდღა აღარ დარჩება რა. თუ ისინი ჩვენ, როგორც ახლა გვიდგანან მხარში და როგორც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვიდგნენ მხარში და ფაქტიურად თუ კი ამ ქვეყანამ რაღაცნაირად შედგა და ფეხი აიდგა, ეს მათი დამსახურებაა და მათი დახმარების და გვერდში დგომის დამსახურებაა, ხო? მე ტყუილად არ ვახსენე ის გერმანია მაშინ რომ გავიდა აქედან ჯარი გაიყვანა, თორე ეგ რო არ მომხდარიყო ჩვენი ბედი სხვანაირად დატრიალდებოდა, ხო? ხო და ამიტომ ეს აუცილებელია ამ ქვეყნისთვის. ამის გარეშე წარმოუდგენელია ამ ქვეყნის არსებობა და რო ამბობენ იქ რაღაც სისულელეზე, რაღაცა ესა რა ქვია, ნეიტრალიტეტებზე და რაღაც ჩვენ თავს უნდა ვეყუდნოდეთ და რაღაც სისულელეები, ელემენტარული, ანუ ელემენტარული ცოდნა რო არ გექნება. ევროპის უძლიერეს ქვეყნებს ყავთ ერთმანეთი და მეგობრები გარშემო. ამაშია საქმე. ანუ ისინიც კი არ ამბობენ რომ მე მარტო შევძლებ ამ ყველაფერს გაკეთებას. ხო, აი თანამედროვე ცხოვრებაში ბრიტანეთიც კი. ვერ გავიგე ახლა ამაზონიაში რაღაცა ტომი ცხოვრობს, ისიც არ არის სრულიად დამოუკიდებელი, გასულ გვერდზე რომ 5 კილომეტრში მეორე ტომი რო იმას უწევს აგარი. ხო, და ახლა ჩვენ რაფერ ვიქნებით ესე თან ამდენი ეს არა ნიანგი ყავს გარშემო, ხო? ხო და ამიტომ ეს აუცილებელია ხალხო და ეს უნდა გავაკეთოთ. მე განსაკუთრებულად მინდა მივმართო ემიგრანტებს რა. თქვენი მხარდაჭერის, ნუ ეხლა თქვენ რაც გააკეთეთ აი ამ პერიოდში, ამ არჩევნების პერიოდში, ეს ხო საოცრება, მართალია, საშუალება არ მიგეცათ ამისი, ხო? ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ხელი შეგშლოდათ, ხო? მაგრამ აი ის რაღაც საოცარი მუხტი, რაც მაქედან მოდიოდა, მართლა აი არ ვიცი რა, ისტორიულად დიდი რამე ესეთი ტყუილი სიტყვები არ არის და რაღაც მარტივი სიტყვები, იმიტომ რომ ის ადამიანები ვიცით რა დღეშიც არიან იქ, როგორ შრომობენ, როგორ წვალობენ, ყოველი წამი მათთვის მნიშვნელოვანია და მიუხედავად ამისა, არის გადადეს თავი თავისი. ამაშია საქმე, ხა მე რატო უსვამ ამას ხალხს, მათი იმედი მაქვს ძალიან, რომ ამაში ჩაერთვებიან რა. იმიტომ რომ ეხა ემიგრაცია ცოტა სხვა რამეა, ეს სხვა ექსტრემია. გამიგე, ვინც ერთხელ მაინც იყო ემიგრანტი, ის იმან იცის ეს რა არის რა. ამას ვერ ახსნი, ვერავის ვერ აუხსნი. იგივე როგორც აი დაუშვათ ღმერთმა გვაშოროს ომზე წიგნები შეიძლება ბევრი იკითხო, კინოები ნახო, მაგრამ სანამ შენ თავზე არ გამოსდი, მანამდე ვერ გაიგებ რა არის ომი. იგივეა ემიგრაციაც რა, გამიგე, სანამ შენ თავზე არ და მე ვარ ემიგრანტი, ვიყავი ემიგრანტი, ამიტომ ვინც კი ერთხელ მაინც გამოსცადა ეს, ხო, ჩვენ რაღაცა საავარი ენერგეტიკა გვაერთიანებს, სულ რო არ ვიცნობდეთ ერთმანეთის, აი კიპლინგის არ იყოს, ერთი სისხლისანი ვართ ჩვენ რა. ჩვენ ყველა თქვენგანი არის ჩემიანი, იმიტომ რომ მე ვიცი რა არის ეს. ამიტომ გეუბნებით და ამიტომ მოგმართავთ, რომ ის მხარდაჭერა, რაც თქვენ
ქვეყანას გაუწიეთ და მე ვიცი იმიტომ რომ მე თვითონმა გამოცდილი, როდესაც კედლებზე გადიხარ, იმიტომ რომ ხარ შორს, ხო? არა ხარ აქ და ამ დროს აქ რაღაცა ხდება და შენ ვერაფერს ვერ აკეთებ. მესმის აი აღარ იცი რა, ხო? საშინელი ბრძოლა. იმიტომ არის რამდენი ემიგრანტი ჩამოვიდა და ნახეთ ახლა აქციებზე რა ხდება, ხო? ჩამოსულები არიან და დილიდან საღამომდე ღამეებს ათევენ იქ, ხო? ამიტომ ეს ხარ არა მარტო ყველამ ხალხნურ რაღაცნაირად არ ვიცი შეიძლება ეს რაღაც მცდელობა არის ემოციური ჩვენი მაგრამ ემოციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იცით რა პრაგმატულობას რა თქმა უნდა აქვს მნიშვნელობა მაგრამ ემოციურობას ჩვენ ქართველები ემოციური ხალხი ვარ ამიტომ ჩვენ ხომ ამას გულით ვაკეთებთ ჩვენ ხო არ ვიგონებთ არაფერს ხო ჩვენ ხო არ რაღაცა ეს ხო არ რაღაცა კლიშე ან რაღაცა მოგონილი ჩვენ მართლა გვინდა ეს და მთელი გულით ვამბობთ ამას ხო ამიტომ უნდა გავაკეთოთ მე მგონია ესე ვფიქრობ და მე მგონია რომ ყველა დავიჭერს ხარში ამოგვიდგება ჩვენ არაერთხელ გვითხოვს და ყველაზე მაგარი ის არის ამ ყველაფერში და მნიშვნელოვანი რომ ამ ისტორიის შექმნაში ახალი საქართველოს დაბადებაში როგორც იქნა საბჭოთა კავშირის დამთავრებაში რომ ყოველი ჩვენთაგანი ვიღებთ მონაწილეობას და ჩვენზე დგას ეს ყველაფერი ეს აი არ ვიცი ეს შეგრძნება რომ შენი ქვეყნისთვის ამას აკეთებ ყველა ერთად აი მართლა შეუდარებელია უდიდესი ბედნიერება კი სულ ამბობ ხოლმე რომ მართლა გუწმელად მეცოდება ის ადამიანები იქ რაღაცნაირ პიჯაკებში რომ ჩაკეტილები არიან თავისა თუმცა ისინიც აღარ მეცოდებიან ხო იცი რა ნიკა ეგრევე შევცვალე აი ეხლა შენ თქვი ესაო რა ქვია კომუნისტური პარტიის სხვა მე რომ ახსოვს ეგ თქვი შენ ხო მაგაში ვარ გაზრდილი ხო და ეხლა რომ უყურებ ამათ იცი აი შენობაში რო არიან შეკეტილები, იმ შენობას მართალი რომ გულზე არ მეხატებოდა არასოდეს მართალი რო გითხრა ეს პარლამენტის შენობა. ხო და შეყოჟულები არიან იქ და რაღაცა ეს შაპიტოდ გადააქციეს ეს შენობა ისედაც ხო რა, ისედაც ესეთ შენობა და რაღაც შაბაშს აწყობენ. ხო, მართლა შაბაშია რა. ეხლა მაგათ უყვართ ეს რაღაც თეორიები, ხო, კონსპირაციული და ილუმინატების ხდომა, ნუ ეუნები რა და ვიღაც ტიპი რაღაც გამოიყვანეს და ეს არის პრეზიდენტი. ნუ აი აბსურდია ხალხო, სასაცილოები ხართ. აი არ ვიცი რა ვთქვა რა. საოცრება არის. მაგრამ ნუ კაი, თქვენი საქმე თქვენიცით, მაგრამ ეს ყველაფერი ის რაც ეხლა იქ ხდებოდა, აი ტელევიზიის ხალხი ხარ და იცით რას აი სურათი რაც იქ იყო ხო ეს ნიშნავს რომ ეს ხალხი არის დამთავრებული ამას მომავალი არა ეს არის მათი ბოლო ფართხალი ამაში უბრალოდ დროის ამბავია რა იმიტომ რომ ლოგიკის წესებს ვერანაირად ვერ ექვემდებარება ის რაც ხდება ეხლა მათში ეს არის რღვევის დაშლის ლპობის პროცესი რომელსაც უბრალოდ დრო ჭირდება და კი არის მართლა რაღაცნაირი სანახაობა იყო მაგრამ ერთი უნდა აღვნიშნო დადგმა იყო გენიალური რა ყოჩახ რეჟისორს ხო ვინ იყო რეჟისორი ხო არის შენ ხო ვიცი რა თქმა უნდა ხო მოკლედ ხო ქართულ ხალხს არც დრო ის ეშინია არც სიცივის არც ყივის არაფრის არ გვეშინია ეს ყველაფერი არც ცემ და ტყეპის არ გვეშინია რაც გამოვიარეთ და გამოგვატარეთ პირიქით მეტად ძლიერდებით მეტად მონდომებულები ვართ მეტად ენთუზიაზმით ვართ და არ ვაპირებთ ამ ქვეყნის დატოვებას იმ ადამიანების ხელში ვინც პირდაპირ ყიდის მაგრამ თავარი იცი რა არის რომ აი ის რაც ხდება გარეთ აი იმას რეჟისურა არ ჭირდება აი ეს არის ყველაზე გენიალური ორგანიზატორი ყავს თუმცა ამბობენ რომ ვიღაცას ეძებენ სულ ორგანიზატორს ხო აი ეს არის აუცილებლად და მე კიდე ერთი რა მინდა აი თქვა რა ხაზი აუსვა ამას რა ეს არ არის რაღაცა ლიტონის სიტყვები. ის, რასაც მე ვხედავ თბილისის ქუჩებში და არა მარტო თბილისის ქუჩებში, მთელი საქართველოს ქალაქების ქუჩებში, ხო? მე ასეთი მშვიდობიანი და აგრესიისგან სრულიად დაცლილი პოლიტიკური აქციები არ მინახავს სოფლიო ისტორიაში ეგეთი რამე. ნახე ინდოეთში განდის ეს არის რაღაც მართლა ისტორიული ამბავი ხდება. ერთ-ერთი ისტორიული მაგალითია განდის. ხო და მეორე ხდება საქართველოს არის მართლა სამაგალითო მთელი სოფლიოსთვის და ჩვენი საერთოდ რა
სამწუხაროდ ხო ამ თემას ვერ დავამთავრებ ჩვენ ძალიან დიდი ხანი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მოკლედ, ხალხო თქვენი იმედი მაქვს, ემიგრაციის იმედიც მაქვს და ყველას იმედი მაქვს. კარგად მადლობა. რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით რეკლამის შემდეგ. დროებით. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენს სტუმრებთან ერთად და მოგეხსენება ჩემო ძვირფასება რომ 32 დღიანი საპროტესტო აქციები იმართება ჩვენს დედაქალაქში და არა მხოლოდ დედაქალაქში, რა თქმა უნდა, სრულიად საქართველოს მასშტაბი და ესე იგი პირველივე დღებში შევარდნენ საჯარო მოხელეები მარშით. მათ ღიად დააფიქსირეს საკუთარი აზრი და თქვენს რომ არ ეშინიათ საკუთარი აზრის გამოხატვის. რამდენიმე დღეა საჯარო მოხელეებს ეგზავნებათ შესაბამისი წერილები, რომ მათ უწყვეტენ ხელშეკრულებას და ათავისუფლებენ სამსახურიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დგანან აქციებზე, აფიქსირებენ საკუთარ აზრს და ჩვენი სტუმრები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც გაათავისუფლეს სამსახურიდან. გიგა სოფრომაძე და ნინო კიკნაძე არიან დღეს ჩვენთან ერთად და უნდა ვისაუბროთ იმ თემაზე, რაც უკვე დავაანონსე, რაც ერთი შეხედვით თითქოს წარმოუდგენელია, თუმცა ძალიან ბევრი ფაქტი დაფიქსირდა უკვე მსგავსი შემთხვევით და მოდი გიგა დავიწყოთ თქვენგან, რომ მოგვიყვეთ პრინციპში როგორ რანაირად განვითარდა მოვლენები. ვიცით ის, რომ აფიქსირებდით თქვენს აზრს და ეს არ გეპატიათ. არა მარტო მე მოგესალმებით, მაყურებლებს მოგესალმები. არა მარტო მე ბევრი საჯარო მოხელე აფიქსირებ ჩვენს აზრს და ხედვებს და მიზნებს და სურვილებს, რა გვინდა რომ ქვეყანაში იყოს, როგორ გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა ვითარდებოდეს, რა სერვისები და ზოგადად ცხოვრების რა ხარისხი და სტანდარტი გვინდა რომ იყოს დანერგილი და ეს გახდა იმ რეპრესიების საფუძველი, რომელიც სამწუხაროდ არა მარტო საჯარო მოხელეებში, უკვე სხვა სფეროებშიც მიდის და ჩვენ ეთერში შესაძლოა საუბრობდით, რომ ერთი ხელწერით ხდება პროცესები, ვიღაცებთან მიდის საუბარი რაღაცა ფინანსური წახალისებების მოხსნა დანიშნვაზე, ვიღაცებთან მიდის მოთხოვნები, რომ გაიწვიონ ხელშეკრულებები, იმის ხელმოწერები საკუთარ განცხადებებზე, იმის სანაცვლოდ რომ ხელშეკრულებები გაუგრძელდეთ. და დიდ ნაწილს, რა ვიცი, მე მგონი საათში ერთხელ უკვე ეგზავნებათ, მე გუშინ წინ გამომეგზავნა გათავისუფლების. მაპატიე გაწყვეტინებ გიგა რომ თქვენ ქალბატონ ნინოც და თქვენც ორივე ამ შემთხვევაში ხართ თბილისის მერიის თანამშრომლები და ძალიან ბევრს გაეგზავნა კიდევ როგორც ფლობთ ინფორმაციას ამ შემთხვევაში ასე. სხვა საჯარო უწყებებშიც გაიგზავნა მათ შორის ერთ-ერთი ურთულესი ჯგუფთან მომუშავე პირები არიან სოციალური მუშაკები და სოციალური მუშაკები გაათავისუფლეს, ანუ ადამიანები, რომლებიც პრობაციონერებთან მუშაობდნენ, რომლებიც დანაშაულის რისკის პრევენციაზე მუშაობდნენ და რთულ кейსებს განიხილავდნენ, აი ეს ადამიანი, აი ქუთაისის შემთხვევაში, მაგალითად, გუშინ წინ გახდა ცნობილი, რომ ერთი ფსიქოლოგი და ერთი სოციალური მუშაკი იყო ქუთაისში, რომელიც აი ამ ჯგუფთან მუშაობდა, ანუ ეს ორი ადამიანი იყვნენ ქუთაისში და იქ ერთი და მე მგონი სვანეთსაც ემსახურებოდნენ. ეს ორი ადამიანი გაათავისუფლეს. ეს ხარი საერთოდ დატოვეს სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგიის გარეშე, რომლებიც მუშაობდნენ პრობაციონერებთან. აი წარმოუდგენელი, ეს აღარ არის პოლიტიკა და ეს აღარ არის რაღაცა რომელიმე პარტიის ინტერესი. ეს არის საშინელება, ეს მავნებლობა არის, რომელიც ძალიან ცუდ შედეგს გამოიტანს ნებისმიერი პარტიის ამომრჩევლისთვის, ნებისმიერი რელიგიის მქონე ადამიანისთვის და ნებისმიერი კუთვნილების ადამიანისთვის. არ აქვს მნიშვნელობა. კრიმინალი რომ გაიზრდება ქვეყანაში და საფრთხის დონე გაიზრდება, ის იზრდება ყველასთვის ერთად. რაც შეეხება საჯარო სამსახურებს და ჩვენს ნაწილს ისე რომ დაუბრუნდეთ, ჩვენი გათავისუფლება მოხდა აი სრულიად აბსურდული მიზეზით. ხო და მე ვიცი რომ თქვენ სამსახურზე თქვენს რომ აღარ ჭირდებათ, ხო საერთოდ, ხო თუ რაღაც ეგეთი ის იყო, ხო? ჩემი სულ პოზიცია აღარ არის საჭირო, როგორც ესე წერია, ანუ ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი წერს თბილისის მერს, რომ ჩემი იქ მუშაობა აღარ არის საჭირო და ანუ დაალაგებულია ყველაფერი, როგორც ამბობენ, როგორც არის შიშემბეთან მოხდებით. აი მერის განცხადება ვნახეთ, ანუ წაკითხულიც არ დავიჯერე, მოვუსმინე ვიდეო ჩანაწერს, სადაც საუბრობს, რომ გიგა სოფრომაძის ფუნქცია იყო შიშემბეთა პროგრამების დანერგვა, ეს პროგრამები დანერგილია და მისი ხელშეკრულება აღარ გაგრძელდა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ხელშეკრულება აღარ გაგრძელდა, ჩემი ხელშეკრულება შეწყდა, იმიტომ რომ 2019 წლიდან კანონის შესაბამისად ჩემი ხელშეკრულება არის უვადო.
და გაგრძელებას არ ექვემდებარება. უვადო არის, ის შეიძლება შეწყდეს ბოლო. რაც შეეხება შიშემბერთა მიმართულებით პროგრამების დანერგვას, არ ვიცი, დღესაც ჯერ კიდევ მოქმედი თანამშრომელი 31 დეკემბრის ჩათვლით, დღესაც თბილისის მეერს შეუძლია ნახოს ჩემი მიერ წინაკვირას გაგზავნილი მის სახელზე წერილი, სადაც უთითებ, რომ კანონით შიშემბერთა უფლებების შესახებ მუნიციპალიტეტები და ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან შექმნან ყოველწლიური სამოქმედო გეგმები და ვთხოვ მას, რომ ეს ინფორმაცია მიაწოდოს თბილისის მერიის ყველა უწყებას და გამოყონ მათ კვალიფიციური შესაბამისი უფლებამოსილებით მქონე პირები, რომლებსაც მე დავეკონტაქტები და შევქმნით 2025 წლის სამოქმედო გეგმას, რომელსაც შეასრულებენ გამგეობები, სიპები, აიპები და ასე შემდეგ, ხო? და შიშემბერთა საკითხებზე მუშაობა ეს არ არის რაღაც წიგნი გამოვეცი და დამთავრდა, ხო? ეს მუდმივი ცოცხალი პროცესია, ხო? იმიტომ რომ ჩვენი განვითარების დონე რო შევადაროთ, ახლა ევროპული ქვეყნების განვითარების დონე ბევრად ჩამოვრჩებით მათ და დღესაც რამდენი პრობლემაა არის კიდევ აი წეღანად საუბრობთ დაარსებობენ ჩვენს ქვეყანაში ადამიანები რომლებიც ერთდროულად არიან სმენის მეტყველების აქონი და უსინათლო პირები აი ერთდროულად რომ არიან ანუ ადამიანები დაიბადნენ რომლებსაც არასდროს არ გაუგონიათ ხმა არასდროს ხმა არ ამოუვიათ და არასდროს თვალით არაფერი არ დაუნახოთ აი ძალიან სპეციფიური ჯგუფი არის მინდა ვკითხოთ თბილისის მიერ გვაქვს თუ არა ამ მიმართულებით პროგრამები და არის თუ არა შესაქმნელი. დაუნის სინდრომის მქონე პირების კუთხით გვაქვს თუ არა პროგრამები და არის თუ არა შესაქმნელი. ძიმე ღრმა და მრავლობითი დარღვევის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულებისათვის, რომლებიც 24 საათიან მოვლას საჭიროებენ და რომელთა მოვლელები ძირითადად მშობლები, დედები და ოჯახის წევრები არიან და პირდაპირ ვიტყვი რომ საფენები სჭირდებათ ადამიანებს, პამპერსები სჭირდებათ დღეში რამდენჯერმე რომ გამოუცვალონ. და ეს ძვირიანი საჭიროება არის, მუდმივი საჭიროება, ეს არ არის ერთჯერადი და ორჯერ მუდმივი საჭიროება არის მთელი ცხოვრების განმავლობაში, ხო? ადამიანებს სჭირდება დამხმარება, რომ საწოლში გადაბრუნდნენ ელემენტარულად, ხო? ამ ადამიანებისთვის არანაირი სერვისი არ აქვს. და თუ რამე გვაქვს, შეგვიძლიათ რომ ვისაუბროთ და ვთქვათ. ტრანსპორტის მისაწვდომობის საკითხზე მარტო ავტობუსები რო არის ადაპტირებული, მაგრამ დიდი ღომში, რომელზეც ოფიციალურად აქვს მონაწერი 2017 წლიდან, ანბანის სკვერის გაჩერება რომ ქვია, გუდვილთან, ტალახში რომ ჩერდება ავტობუსი და გაზონში რომ არის ავტობუსის გაჩერება და მისასვლელი რომ არ არის და ტალახა პირდაპირ მიწა არის ჩვეულებრივ, აი ახლა ნაწვიმართ რომ გავიაროთ, ფეხით ვერ გაივით იმ გაჩერებას. ანუ 10 თენა გვაქვს 2025 წელს თბილისში დადის ევრო 6 სტანდარტის ბოლო თაობის ავტობუსი, რომელიც ევროპაშია შექმნილი და პროექტებული, რომელიც ყველასთვის გათვლილი არის და მართლაც უნივერსალურ დიზაინით არის ადაპტირებული და ამას ხდება ქართული რეალობა ტალახში გაჩერება, სადაც ადამიანები ისვრებიან, რომელიც 2017 წლიდან ვსაუბრობ და რამდენი ესეთი პრობლემა არის კიდევ და ტრული განცხადება არის და ბატონო აქედანვე შემიძლია გითხრათ, რომ ვინც მაგ განცხადების გაკეთებას გეუბნებათ, ან გირჩევთ არ ვიცი, მტრები არიან და მათ მიყავთ ეს პროცესები აი ამ შეუქცევად მდგომარეობამ და იმიტომ რომ არ შეიძლება. შიშემბერთა მიმართულებით არათუ ამოწურული არა გვაქვს 10 იმდენი გვაქვს გასაკეთებელი და სულ იქნება ცოცხალი პროცესი არის ეს ყველაფერი, სულ ვითარდება სისტემები, ვითარდება მიდგომები, ვითარდება დამოკიდებულებები და ჩვენც ამას უნდა ავყოთ. მე ვიქნები თუ სხვები იქნებიან, ერთი ადამიანი არც ერთი გიგოსოფრამაზე ყოფნიდა მაგას და მე გულწრფელად ვამბობ, მქონდა მოლოდინი რომ რაოდენობა თანამშრომლების გაიზრდებოდა, იმიტომ რომ ერთი შიშემბერი არ შეიძლება თანაბრად კვალიფიციური იყოს კულტურაშიც, სპორტშიც, ტრანსპორტშიც, ფიზიკურ გარემოშიც და ასე შემდეგ, ხო? ხო და არ ვიცი. მაგრამ აბსურდი არის და ის 40 შრომის კოდექსში 57 მუხლის ოქვე-პუნქტი, რომელიც გულისხმობს სამუშაოს ხელშეკრულების შეწყვეტას სხვა ობიექტური მიზეზით, ეს ობიექტური მიზეზი არ არის და ვერ იქნება. კი რა, აპირებთ სამართლებრივად? აუცილებლად ვაპირებთ სამართლებრივად ბრძოლას, ჩვენ არა მარტო მე, ჩემმა მეგობრებმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც აი ამ ცუდად ჟღერს, მაგრამ ბრძოლაში ხო არ სხვა რა დავარქვით ამ ყველაფერს ბრძოლაში გავიცანით ერთმანეთთან განცხადებები გავაკეთეთ, გადავწყვიტეთ რომ იმ რეპრესიების ფონზე, რომელიც ჩვენთან დაიწყო და უკვე ველოდებოდით რომ გაგვათავისუფლდნენ რაც ღიად თქვეს, შექმნით პროფესიული კავშირი, საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი გაერთიანება, კონსტიტუციის 78 მუხლი, რომლის ფარგლებშიც ვიბრძოლებთ არა მარტო ჩვენი პირადი უფლებების დასაცავად, არამედ საჯარო სამსახურში დასაქმებული თითოეული ადამიანისთვის არ აქვს მნიშვნელობა ის რომელ თანამდებობაზე იქნება, რა რანგის იქნება და ასე შემდეგ. ყველა უფლებას
და ყველა ჩაგვრას, ყველა უფლების დარღვევას და ყველა ჩაგვრას ჩვენ უპასუხებთ სამართლებრივად, რისი საშუალებაც გვექნება, იმიტომ რომ კანონებიც იცვლება ჩვენს განცხადების პარალელურად, ხო, იქ პოლიციის კანონი შეიცვალა, იქ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შედის ისეთი ცვლილებები, რომ ფაქტობრივად რეპრესიები კანონდება სამსახურებში, საჯარო სამსახურებში, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ანუ ადამიანს უშვებენ სამსახურიდან და ჩანაწერი არის ესეთი, რომ სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაშიც სამსახური უფლებამოსილი პირი არ აღადგინოს პოზიციაზე. წარმოუდგენელი არის. ხო, აი ესეთი წარმოუდგენელი. გიშვებენ, გაძლევენ რაღაც კომპენსაციას ერთი თვის ან ორი თვის ვადით, ან შეიძლება ამით თავდება, ხო. და ნუ კიდე სამსახურის უფროსების შემთხვევაში რა ცვლილება ხდება და ისინი იგივე ვადით იქნებიან, რაც მაგალითად აი მერი იქნება არჩეული ან მინისტრი იქნება დანიშნული, ეს კიდე ცალკე რეპრესიის მექანიზმია, რომ თუ აი რიგით თანამშრომლები ახმოვებიან ყველაფერს აბსოლუტურად ყველაფერს და დიხანი გაგზელდეს. კი ბატონო, და ბოდიში ერთსაც ვიტყვი, რომ წეღანაც ვსაუბრობთ ამ ტყიბულის შემთხვევაში და მე მგონი აგარაშიც არის იგივე პროცესები, ანუ საწარმოებში დაიწყო მასობრივი წმენდები იმ ადამიანების, რომლებიც ღიად საუბრობენ და აფიქსირებენ საკუთარ აზრს და საკუთარ პოზიციას, როგორც მიმდინარე პროცესებზე, ისე თუნდაც შრომის პირობების გაუმჯობესებაზე. ანუ ყველა ადამიანის გაჩუმება იწყება ახლა იმ ადამიანების, რომლებიც რაღაცაზე მაინც იღებენ ხმას და ღიად საუბრობენ და მინდა თხოვო ჩვენს მაყურებელსაც და ზოგადად ვისაც შეუძლია, რომ ეს ადამიანები არ დავტოვოთ ყურადღების მიღმა, იმიტომ რომ ტყიბულის შემთხვევაში მე ტყიბულიდან ავარ, იქ ერთადერთი შემოსავლის წყარო იქ მაცხოვრებელი ადამიანისთვის არის შახტა და იმ სიცოცხლის პირდაპირ გაგებით სიცოცხლის რისკის ფასად ნაშოვნი 1000 ლარი, ხო, 2000 ლარი მაქსიმუმ რამდენი შეიძლება იყოს და არ ვიცი, მთელი საარჩევნო კამპანია რელიგიაზე, ღმერთზე, ქრისტიანობაზე და ღირსებაზე იყო აგებული და წინა საშობაოდ, წინა საახალწლოდ რომ ადამიანებს ლუკმაპურის გარეშე ტოვებ, მე არ ვიცი ან რომელ ღირსებაში შედის ეს, ან რომელ რელიგიაში შედის, ან სად მოიაზრება საერთოდ რა. მადლობა. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანებს ყურადღების მიქცევა. ძალიან. და ნინოსთან გადავიდეთ, ნინო, თქვენ ზუსტად იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდით პრინციპში, პარასკევს მიიღეთ წერილი, რომ წერილი არ მიმიღია, იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში ბევრად მარტივად იყო საკუთარი, იმიტომ რომ მე არც მუდმივი კონტრაქტი მქონდა, ასევე ვიყავი ხელშეკრულებით დაქირავებული თანამშრომელი და ჩემი ხელშეკრულების ვადა იყო წლის ბოლომდე, ეს ხელშეკრულება ამოიცურა ვადა და უბრალოდ ინფორმაცია მოვიდა ჩემამდე, რომ ეს ხელშეკრულება აღარ გაგრძელდებოდა. შესაბამისად, არც რაიმე მიზეზის მოფიქრება დასჭირდათ, რომ რის საფუძველზეც სამსახურიდან. ხო, ბევრად მარტივი იყო. თუმცა, ჩემთვის არ არის აუცილებელი რაღაც კონკრეტული წერილი, რომელიც დაადასტურებს რატომ იშვება სამსახურიდან, ჩემთვის ყველაფერი ნათელია. ცალსახად ეს არის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიღებული, რაც მე ხელი მოვაწერე იმ ასე ვთქვათ, საერთო დოკუმენტს, რომელიც აპროტესტებს ევროპული კურსიდან გადახვევას და ჩემი რაღაც პოზიციები, რასაც ესე საჯაროდ ვაფიქსირებდი ხო. ეს არის საკმაოდ მოულოდნელი იყო, თქო, ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მაინც როცა ეს რეპრესიები დაანონსდა, მოლოდინი მქონდა, თუმცა გიგას შემთხვევა იყო, არ ვიცი, გიგას შემთხვევა იყო აი რაღაცა წითელი ხაზი მართლა, იმიტომ რომ გიგა მუშაობს ისეთ თემაზე, მე მაგალითად წარმოვიდგენ შემოქმედებით ინდუსტრიებს პროექტზეც ვისაუბრებ, რეალურად რას ვაკეთებდი, მაგრამ გიგა რასაც ემსახურებოდა გიგა თბილისის მერიაში იყო, ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება, რომ ის სერვისები, რაც თქვათ საჭიროა იმისთვის, რომ შეშმოპირები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეს არის დაკავშირებული სიცოცხლესთან. ახლა მე მაგალითად წარმოვადგენ მედია ხელოვნების მიმართულებას, ეს არის პროგრამა, რომელიც არის იუნესკოს პროგრამა, იუნესკოს ქსელი, ესეთ შემოქმედებითი ქალაქების ქსელი, თბილისი გახდა ამ ქსელის წევრი, 300 ქალაქი არის მსოფლიო მასშტაბით, 7 შემოქმედებითი ინდუსტრია და მედია ხელოვნება შეერჩია თბილისმა, რომ გამხდარიყო ამ ქსელის წევრი ამ მიმართულებით, რომ განვითარებულიყო ეს მიმართულება, რაც არის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ხელოვნება. აი დღეს რაც იქმნება, ყველაფერი რაც დიჯიტალი და ასე შემდეგ, რაც ყველაფერი რაც ასე ვთქვათ ინოვაციურობას მოიცავს, რა თქმა უნდა არ გამორიცხავს ეს ტრადიციული სახელოვნებო, ტრადიციულ
სამსახელოვნებო ფორმებს, თუმცა ის რაც არის მომავალი, ამ ყველაფერს წარმოადგენს მედია ხელოვნება. რასაც ნორმალური კულტურის პოლიტიკის გატარების პირობებში ქალაქი და ამაჩვენებს ქვეყანა ცალსახად უნდა ასე ვთქვათ მუშაობდეს ამაზე, მაგრამ აი როგორ ვისაუბრო ახლა ამაზე, როცა ისეთი თემები რაც ვთქვათ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ეს თემები არის რაღაცნაირად მივიწყებული, გათავისუფლებული სამსახურიდან არ ვიცი რა კომენტარი გავაკეთო ის არ ვიცი, იმიტომ რომ წესით რეალურად ბოდიში გაწყვეტინებ, ხო, ესეთი სამსახურები და პროფესიონალებს პირიქით ეძებდნენ და თავისკენ იზიდავდნენ და უნდა ეს მიმართულება არის იმდენად ბევრ მიმართულებას მოიცავს და მთავარი გეგმა, რასაც თქვათ ეს პროგრამა მისდევს, არის გაერთიანებული ერების 2030 წლის გეგმა, რაც არის 17 მიზანი, რაც ეს 17 მიზანი აერთიანებს ადამიანის უფლებებს, რა ვიცი, ინკლუზიურობას პირველ რიგში, იმიტომ რომ არც ერთი პროექტი, რა პროექტებიც ან რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ეს კონკრეტული იდეები, პროექტები, რომლებიც ერთობიან არტისტები, კულტურის მენეჯერები და ასე შემდეგ. ყველაფერი უნდა იყოს ორიენტირებული ამაზე, ინკლუზიურობაზე, მდგრადობაზე, ადამიანის უფლებებზე. ეს ახლა ჩვენ თუ მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ, თუ თქვათ ეს შეშემოპირების მიმართულება აღარ არის პრიორიტეტული და თუ ყველაფერი წესრიგში გვაქვს, მაშინ რა ვიცი, გამოხატვის ფორმებიც რაც ხელოვნების მეშვეობით ხდება, ყველაფერი აგებულია მაგაზე, რაც ხდება პოლიტიკური რეალობა, სოციალური პრობლემები, ამ ყველაფერზე ხდება, ასე ვთქვათ, რეაგირება ხელოვნების გზით. შესაბამისად, იმდენად სტრუქტურულად ხდება ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, ჩამოშლა, რომ არ ვიცი, მე ამ ყველაფერზე მგონია, რომ აზრი უნდა დავაფიქსირო, იმიტომ რომ და მოვუწოდებ ამიტომ ყველა საჯარო მოხელეს, რომელიც ამ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ სხვანაირად გამოსავალი, რა ვიცი, მე ვერ ვხედავ გამოსავალს, იმიტომ რომ თუ ამაზე არ ვილაპარაკებთ, მგონია, რომ ძალიან ცუდ დანაშაულია ჩემი. კი, ნამდვილად დანაშაულის თვალსაზრისით. საჯარო მოხელებსაც შეეხება დღეს საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა ქალბატონმა საულე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ეს ადამიანები არიან, ვინც საქართველოს ჭირდება, ასე რომ დღეს გაგანთავისუფლეთ სამსახურიდან, ეს ძალიან დიდი პრობლემა არ იქნება, იმიტომ რომ ძალიან მოკლევადიანი იქნება თქვენი უმუშევრობა, ასე ვთქვათ, ძალებში. ძალიან რთულია, არ არის ესე მარტივად შეეგუა ამ ყველაფერს, მაგრამ რა თქმა უნდა გეთანხმები, რომ ეს არის დროებით. არც ვეგუებით პრინციპში, ყველაფერი მისკენ მიდის. ყველაფერი ბევრად კარგად იყოს, ვიდრე აქამდე ყოფილა. ასე რომ დიდი მადლობა თქვენ ამ შემართებისთვის. ზოგადად იმ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის. და დარწმუნებული ვარ, რომ გააკეთებთ მომავალშიც. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა და არ გაჩერდა. მოკლედ, მე მგონი საინფორმაციო გამოშვების დრო ახლა და საინფორმაციო შემდეგ დაგიბრუნებით, რა თქმა უნდა, ისევ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს მოგბრძანებისთვის. დროებით. რუბრიკას წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი დეკლარი. დეკლარი, შვეიცარიული კოსმეტიკა ქალისა და მამაკაცის მგრძნობიარე კანისთვის. დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში და დავბრუნდით ჩვენთვის ძალიან საინტერესო, ჩვენთვის საჭირო და მონატრებულ ქალბატონ მაიხეთეულიძესთან ერთად. მოგესალმებით. ძალიან მოგენატრეთ. მეც ძალიან მომენატრეთ. და რა თქმა უნდა მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს, ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. ახალი წლების წინა დღეებია და ალბათ ამ თემას უნდა შევეხოთ, ახალ წელზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ გარკვეულწილად პრობლემა იცოდენ, რას მიაქციონ ყურადღება, რისგან დაიცვან ბავშვები ამ პერიოდში და იმაზეც ვისაუბრებთ, რომ დღეს ძალიან აქტიურად არის ვირუსული ინფექციები გავრცელებული, სამწუხაროდ გრიპის შემთხვევებიც შედარებით უფრო მეტად ფიქსირდება და ორი სიტყვით ამასაც შევეხებით, რომ როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები. თუმცა რა თქმა უნდა, სანამ საუბარს
დავიწყებდეთ ძირითად თემაზე. შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ რუბრიკა ექიმის რჩევების სპონსორია პრემიუმ კლასის შვეიცარიული წარმოების ბრენდი დეკლარი. დეკლარი ეს არის ბრენდი, რომელიც სპეციალურად შექმნილია მგრძნობიარე კანისთვის. მას გააჩნია 45 წლიანი გამოცდილება და წარმოდგენილი არის მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში. ეს არის პრინციპში ბრენდი, რომელიც შედეგზე არის ორიენტირებული და ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ დეკლარს აქვს მამაკაცის ხაზი, კი. რაც არ არის ხოლმე ხშირი, გეთანხმებით ნამდვილად. ახალი წელი მაინც მე მგონია ყველასთვის დღესასწაული არის, მაგრამ ბავშვებისთვის ეს დღესასწაული არის განსაკუთრებული. სხვათა შორის ეს არის დღესასწაული შობაა ძირითადად ის დღესასწაული, რომელსაც ალბათ ჩვენც ასევე უნდა აღვნიშნავდეთ, მაგრამ იმ კომუნისტური წყობიდან გამომდინარე იმ 70 წელმა ბევრი დაღი დაასვა ჩვენ ქვეყანას და ერთ-ერთი ესაც იყო, რომ ის მთელი საოცრება და ის მთელი ჯადოსნური, ვთქვათ, ზღაპრული სიტუაცია, რაც წესით, რა თქმა უნდა, შობას ერგება 25 დეკემბერს და მე რა ვიცი ვეთანხმები იმას, რომ 25 დეკემბერია ის თარიღი, რომელიც უნდა აღინიშნოს. გადავიდა და ახალ წელზე ჩვენ ამიტომ ჩვენ ყველაფერი ამ რაღაცა საოცრებას და ამ ზღაპარს ახალ წელს თავაზობთ ხოლმე ჩვენ შვილებს. ხო, თუმცა შობასაც დავიბრუნებთ ბავშვებს. კი, მე მგონია რომ ჩვენმა თაობამ უნდა გააკეთოს ეს სწორედ რომ შობა დაიბრუნოს და შემდეგ თაობა უკვე ასეთი ზარზეიმით, ასეთი საოცრებით, ასეთი ზღაპრებით აღნიშნავდეს შობას. ბავშვობიდან მოვდივართ ხო? ახლა მე ჩემ თავზე რო ვფიქრობ ხოლმე, საოცრად ეს არის დღესასწაული, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მეტად მიხარია, რატომ? იმიტომ რომ იმ ბედნიერ წუთებს, იმ მოგონებებს იმ სიტუაციებს აცოცხლებს და ხშირად ვიძახი ხოლმე რომ თითეული ახალი წელი ეს არის რაღაცა ის პატარა მძივივით იკვანძება ჩვენი ბედნიერების რაღაცა მძივში ესე რომ ვთქვა და ხშირად ხოლმე ცუდ ხასიათზეც რო ვართ ის მოგონება გვათბობს სხვანაირად ხო ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში რომ ასეთი მოგონება შეუქმნათ და ასე დაუტოვოთ იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ რომ ჩვენ რაღაცა საახალწლო სუფრა გავამზადოთ ეს არ არის ძირითადი აქცენტი აქ როცა მithumetes პატარა ყავს ოჯახში, უნდა გადაუქციოთ მას ზღაპრად. იმიტომ რომ ეს არის პერიოდი 4 წლამდე, როდესაც პატარა ვერ აცნობიერებს, ფანტაზიას ვერ ყოფს რეალობისგან, მისთვის ყველაფერი ეს ჯადოსნური არსებობს და ამიტომ მართლაც უნდა ხელი შეუწყოთ, რომ რაღაცა ესეთი ჯადოსნური სასწაულების სჯეროდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მზადება უნდა დავიწყოთ ცოტა უფრო ადრე. ეს არ არის მარტო ერთი ღამე, ესეთი ჯადოსნური, ეს არის რაღაცა მთელი პერიოდი. ჩვენ შეიძლება დავიწყოთ, ჩამოვწეროთ, თქვათ სია საახალწლოდ და მithumetes არ დადეგები ემთხვევა და გვაქვს საშუალება რომ გაცილებით მეტი დრო დაუთმოთ ჩვენს შვილებს, გაცილებით მეტად ჩავერთოთ მათთან ერთად ურთიერთობაში და თამაში და ამიტომ ჩვენ შეიძლება რაღაცა სიაც რომ აი თქვათ არ ვიცი 25-ში ჩვენ ამას ვაკეთებთ, 26-ში მივდივართ საახალწლო ფილმის საყურებლად ერთად, 27-ში გავდივართ სასეირნოდ და ვემზადებით რომ საჩუქრები უყიდოთ ჩვენ ამხანაგებს, მათ შორის ბავშვის ამხანაგებს საჩუქრებში ჩართვა და თქვათ განაწილება სიკეთის თანამოაზრედ გახდა ბავშვის რომ მანაც სხვა ვიღაცებს, სხვა ბავშვებს, მეგობრებს უნდა აჩუქოს ან თუნდაც თქვათ უპოვარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დახმარება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არ არის ამ თვალსაზრისით მხოლოდ ის რომ რაც შეიძლება ძვირფასი და ძვირადღირებული საჩუქარი ვიყიდოთ, იმიტომ რომ ზოგჯერ პატარასთან ერთად ჩვენი ხელით შექმნილი რაღაც ნახატი მოსალოცი ბარათი, გირლანდა და ასე შემდეგ არის ასეთივე კიდევ უფრო სამახსოვრო, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ბავშვისთვის, იმიტომ რომ გამზადებული საჩუქარი ეს არის კი სიხარული, რა თქმა უნდა, პროცესი ეს არის შემოქმედებითობა, ეს არის მისი ფანტაზიის უნარის განვითარება, ანუ ასე ჩვენ ხელს უწყობთ რომ განვავითაროთ. ძალიან მნიშვნელოვანია მასთან ერთად ნაძვის ხე მოვრთოთ თქვათ ხო ეს რაღაცა პირველი სათამაშო მასთან ერთად დავკიდოთ იმიტომ რომ ეს ყველაფერი მის მახსოვრობაში გარკვეულწილად ილექება მასთან ერთად გამოვაცხოთ რაღაცა რო იცი საახალწლო ნამცხვარი რომელიც მერე ჩვენ სუფრას გაალამაზებს ეს რა თქმა უნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი სიურპრიზები მარტო საჩუქარი არა რაღაცა სიურპრიზები ხო დღესასწაული უნდა გავაკეთოთ ამიტომ უამრავი რაღაცა
შეიძლება ეს ელემენტარული ხილი ან თქვათ ნუგბარი რაღაცა სხვადასხვა ადგილას დაუმალოთ და მე თამაში შევთავაზოთ როგორ უნდა იპოვოს ეს ნუგბარი ამისთვის წერილები იყოს რასად დატოვა სანტამ და ასე შემდეგ რაც იმიტომ რომ ორიენტაცია არ გავაკეთოთ ერთ დღეზე ხო კი ერთი საჩუქარი იმიტომ ჩვენ როგორც წესი ხოლმე ხო ესეთ ვიცით ზღვარგადასული ვიცით ქართველებმა ყველაფერი მათ შორის ბავშვისთვის საჩუქრები და არ არის აუცილებელი რომ ყველაფერი ერთდროულად ერთდროულად შეიძლება რომ ერთი საჩუქარი რომელიც ერთი დღე იქნება მეორე დღე სადღაც სხვაგან დავმოთ ანუ ეს ახალი წელი ხო გადავაქციოთ რომ მისი არდადეგების პერიოდი იყოს სულ რაღაცა ესეთი გაბწყინებული და დამამახსოვრებელი ძალიან მნიშვნელოვანია რომ სიურპრიზად რო ვაქცევ სწორედ ამიტომ გვინდა რომ კარგად შეიფუთ იმიტომ რომ გახსნის აი ამ მოლოდინის მომენტსაც თავისი რაღაცა ეშხი მოაქვს და ზოგჯერ ვამბობ ხოლმე რომ თუ პატარა საჩუქარია რაღაც ესეთი ბევრ რაღაცაში შეახიეთ იმაში შეიძლება სხვა რაღაცებიც ჩაუყაროთ თქვა კამფეტია რაღაცა სანამ მიაღწევს იმ ძირითად საჩუქარს იმიტომ რომ ესეც რა თქმა უნდა ძალიან უხარია თამაში რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და სამწუხარო არის რომ აი 2010 წლისთვის ჩატარდა საქართველოში კვლევა რომელიც ბავშვის აღზრდის კვლევა ერქვა უცხოელებთან ერთად ჩატარდა და საქართველოს მოსახლეობის 40%-მა დაახლოებით უთხრა ესეთი კითხვაზე პასუხი გასცადა როდესაც თხოვეს მკვლევარებმა ოჯახში ხდებოდა სტუმრობა რომ ეჩვენებინათ ბავშვის წიგნები სახატავი რვეულები 6 წლამდე ასაკის ბავშვების 40% დაახლოებით მშობლებმა უპასუხეს რომ უი რა თუნდა ეს ყველაფერი ამას ყველაფერს უყიდი სკოლაში რომ წავა იმიტომ რომ ეხლა ჯერ ითამაშოს ანუ აბსოლუტურად არასწორი მიდგომა იმიტომ რომ ბავშვის განვითარების ქვაკუთხედი ბავშვის განვითარებისთვის ძირითადი ეტაპი და საფუძველი ეს არის ადრეული ასაკი არის ყველაზე სწრაფი პერიოდი სწავლების უბრალოდ განსხვავებულად სწავლობს პატარა სწავლობს ერთი მშობლებზე დაკვირვებით ამიტომ ვიძახით ჩვენ ყოველთვის რომ კარგი მაგალითი უნდა მივცეთ, ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც გვინდა რომ ჩვენი შვილი იქცეოდეს. სულ ვიძახი ხოლმე რომ თუ მშობლის ხელში წიგნი არ დაუნახია პატარას, ხო? აბსოლუტურად არანაირი ურთიერთობა მერე მას წიგნთან არ უყალიბდება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს გავაცნობიეროთ. და მეორე სწავლის გზა ეს არის თამაში. ყველაფერს თამაშით სწავლობს, ხო? ამიტომ ეს თქვათ ის დღეები, როდესაც ჩვენ ბავშვთან ერთად ვართ, ჩვენ შეგვიძლია დავგეგმოთ უამრავი სხვადასხვა ტიპის თამაში, რომელიც სხვადასხვა უნარების განვითარებაზე იქნება, ვთქვათ, მორგებული. ეს შეიძლება იყოს აქტიური თამაშები მოძრაობაზე, ეს შეიძლება იყოს ყურადღების თამაშები, ვთქვათ, რაღაც სათამაშოები დაუწყოთ და მერე უთხრათ აბა ვიღაცა რომ გავიდეს ოთახიდან, დაბრუნდეს და შევცვალოთ ეს დეკორაცია და რა არის შეცვლილი მიხვდეს, ხო? მახსოვრობაზე თამაშები, აი ბევრი რაც ერთის მხრივ მას გაახალისებს, მეორეს მხრივ კომუნიკაციას გააღრმავებს ჩვენსა და შვილს შორის და მესამე ერთი ვთქვათ ასევე განვითარებაზე იმოქმედებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა არ გულისხმობთ როგორც მივხვდი სკოლამდელ ასაკის ბავშვებს გულისხმობ ამ შემთხვევაში აუცილებელი არ არის რომ წერა-კითხვა ვასწავლოთ. არა, არც ერთ შემთხვევაში რა, ეს წერა-კითხვა ამითი არ იზომება სასკოლო მზაობა. სასკოლო მზაობას აქვს სხვა საზომი. სასკოლო მზაობას აქვს როგორ შეუძლია კავშირის დამყარება, როგორ შეუძლია ვთქვათ რაღაცა ინსტრუქციის შესრულება და ასე შემდეგ და არა ის ვთქვათ რომ მაინც და მაინც ლამაზად დაწეროს, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ძალიან ზედმეტად ვამზადებთ ბავშვს, მე მისთვის სკოლის პირველი წლები ხდება უინტერესო და მან თუ ინტერესი დაკარგა, ხო? იმიტომ რომ მან ყველაფერი იცის უკვე, რასაც ხვდებით. სწავლობენ, მე ეს პრობლემას შეუქმნის მომავალში სწავლის პროცესში. ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია რაღაცა ოქროს შუალედის გარკვეულწილად დაცვა. ქალბატონ მაია, იცით რა მინდა გითხოთ, ახლა ისეთი პერიოდია, ეს ღონისძიებები, კონცერტები, საბავშვო სპექტაკლები, მაინც ასე თუ ისე ბავშვებისთვის სტარდება და სტუმრიანობა თავისთავად და თქვენ უკვე ახსენეთ გრიპი და ვირუსები. აი ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება რომ დავიცოთ ჩვენი შვილები იმ ყველაფრისგან, რაც რეალურად პრინციპში ძალიან ისეთია თვალსაჩინოდ ჩაისწრებს. არა, რა თქმა უნდა, ხა იმის თქმა რომ არსად არ წავიყვანოთ და ჩავიკეტოთ სახლში, არა, ხო, ეს მართლა ჯადოსნური პერიოდია და ამისგან არ უნდა ვთქვათ შევიკავოთ თავი. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ის ბავშვი, რომელიც არის ავად
დავტოვოთ სახლში. ხო, აი აქ ეს არის დამოკიდებული ჩვენ შეგნებაზე. რატო ვრცელდება, როგორ ვრცელდება, როდესაც ჩვენ ბავშვს, რომელსაც აქვს პრობლემა, მაინც ვუშვებთ საბავშვო ბაღში, იმიტომ რომ თქვათ არ შეგვიძლია მისი დატოვება, არ ვიქცევით სწორად, იმიტომ რომ თვითონ მასაც ვუქმნით რისკს, რომ არ გაურთულდეს დაავადება და სხვის ბავშვებს ამ შემთხვევაში არ ვიცავთ, ხო? აი ხა ამას წინათ ყავდა მე პაციენტი, მაღალი ცხელებით მოვიდა, მითხრა რომ სკოლაში დღესასწაულზე იყო, დღესასწაულზე 3 ბავშვი იყო მოყვანილი, რომელსაც იქვე დაალევინეს სიცხის წამალი, იმიტომ რომ მაღალი ცხელება ჰქონდა და რა თქმა უნდა, ეხლა ველაპარაკე და პრაქტიკულად ყველა ეს ვინც იყო ამ დღესასწაულზე ყველა არის ავარ. ამიტომ ესეთ რაღაცეებისგან თავი უნდა ავიცილოთ, ჰიგიენის წესები მაქსიმალურად უნდა დავიცვათ, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ რომ საოცარი პერიოდი გავიარეთ ჩვენ ეს კორონავირუსის პერიოდი, თუმცა ამ პერიოდმა თავისი რაღაცა გვასწავლა ის რომ კორონავირუსის პერიოდში ჩვენ ექიმები ხშირად ვამბობთ რომ მე მგონი დავრჩით უსამსახუროთ, იმიტომ რომ სხვა ყველა ვირუსი გარდა კორონავირუსისა პრაქტიკულად გაქრა და არც გრიპის ძალიან მინიმალური შემთხვევები იყო, არც რაღაც არანაირი სხვა. რატომ? იმიტომ რომ ვიცავდით იმ თქვათ წესებს, რომელიც იყო. ამ შემთხვევაში შეიძლება ხო თქვათ ნიღაბი აი ესეთ ძალიან ხალხმრავალ ადგილას, როდესაც მივდივართ, იქ რომ გამოვიყენოთ ან ბავშვთან იყოს გამოყენებული და რაც თავარია ბავშვი რომელიც ავად არის, აუცილებლად რა თქმა უნდა დავტოვოთ სახლში. კიდევ რა არის გასათვალისწინებელი თუ ჩვენ შვილი ყავს, ხო? პატარა ბავშვი ყავს წლამდე ასაკის. ამ შემთხვევაში უნდა მოვარიდოთ ხალხმრავალ ადგილებში სიარულს და სახლშიც აი დიდ წვეულებას უნდა მოვერიდოთ. რატომ? იმიტომ რომ ბავშვებზე გარდა იმისა, რომ თქვათ ეს ზრდის ვირუსული ინფექციის რისკს, ზედმეტი სტიმულაცია ხდება ხოლმე და ისედაც მისთვის ძალიან ბევრი შეიცვალა გარემო, ნაძვის ხე, თქვათ შეიძლება იყოს რაღაც განათებები განსხვავებული და კიდევ ეს ბევრი ხალხი, ბევრი საუბარი, ხშირად ბევრი ადამიანის მიერ ხელში აყვანა, იწვევს გადატვირთვას, გადაღლას თავისთვის, რომელიც შეიძლება ძალიან ძლიერი აგზნებით, ტირილით, ესეთი შეტევითი ტირილით გამოვლინდეს და ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ მას პატარაა ჯერ წლამდეა, მას თავისი დღის რეჟიმი აქვს, იმ დღის რეჟიმში უნდა ჩავჯდეთ, აუცილებლად, ნაძვის ხეც ამ დროს ისე უნდა აიწყოს, მით უმეტეს პატარა ბავშვებში, აი 3-4 წლამდე, ხო, რომ არ იყოს მსხრევად სათამაშოები, იმიტომ რომ აქ ყოველთვის შეიძლება ჩვენ უნდა თავიდან ავიცილოთ, რომ რაღაცა არ მოხდეს ესეთი პრობლემური, ხო? მსხრევადი სათამაშოები არ იყოს ძალიან პატარა ზომის სათამაშოები, რომელიც შეიძლება რომ ადვილად პირში ჩაიდოს და ვთქვათ ასპირაცია მოხდეს. ასევე ვამბობთ ხოლმე, რომ სათამაშოს რომელსაც თავაზობთ, არ უნდა გქონდეს დეტალები, რომელიც ადვილად შეიძლება მოძრეს, ან ვთქვათ ელემენტი, რომელიც ადვილად შეიძლება მან მოიღოს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი პატარა ასაკში ძალიან საშიშია და საკმაოდ ხშირად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ხოლმე. ამიტომ თუ მცირე ასაკის ბავშვი ყავს, ვეცადოთ რომ ოჯახური დღესასწაული შევუქმნათ. კი ბატონო, ეს შეიძლება იყოს რამოდენიმე ადამიანი, მაგრამ ვეცადოთ რომ არ იყოს ძალიან დიდი ხმაური, არ იყოს დიდი გადატვირთვა, ბავშვი დედასთან იყოს ძირითადად და არა ყველა ადამიანთან. ყველას არ მოუნდეს რომ ის ჩაიხუტოს, იმიტომ რომ ამან შეიძლება ზედმეტი გაღიზიანება გამოიწვიოს. რეალურად ძალიან მარტივია ეს ყველაფერი, ხო მართალია? ხო, ელემენტარული რაღაცებს და მივაცილოთ. რეალურად ეს მარტივია, უბრალოდ ჩვენი ყურადღება ხშირად ხოლმე ახალ წელს გადართულია სხვა რაღაცეებისკენ და ძირითადად სამზარეულოში და ბავშვი იქ თავისთვის რაღაცას თამაშობს და ამიტომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ყოველთვის და სამზარეულოში შეიძლება მასთან ერთად არაჩვეულებრივად გავერთოთ. ძალიან დიდი მადლობა. როგორ მინდა რომ პატარა ბავშვი ვიყო, იმდენად ახსენეთ. ქალბატონია ჩვენ 2025 ხვდებით ერთმანეთს და წინასწარ გილოცავთ. ძალიან დიდი მადლობა რა თქმა უნდა ყოველთვის რაღაც მნიშვნელოვანი რჩევებისთვის. ჩვენს ტელემაყურებელსაც მომავალ წელს შევხვდებით ერთმანეთს და წინასწარ მიულოცოთ ჩვენს მაყურებელს ახალი წელი და მშვიდობიან, ლაღ, ევროპულ ფერად საქართველოში გაგვეცეთ. ახალ საქართველოში გავიღვიძეთ დარწმუნებული. ახალ საქართველოს შევეგობოთ ჯანმრთელობით. აუცილებლად. კარგად, ნახვამდის. რუბრიკას წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი დეკლარი. დეკლარი, შვეიცარიული კოსმეტიკა ქალისა და მამაკაცის მგრძნობიარე კანისთვის.